მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემ არხზე, მათ ვინც არიცით, მე ვარ ეზოთერიკოსი, ტაროლოგი და ასევე ჩემი საავტორო წიგნის მაგიური მცენარეების ავტორი. მოდით დღეს გადავწყვიტე, რომ თქვენთვის ინფორმაცია მომეწოდებინა მინერალების საშუალებით. შესაბამისად, დღეს გვექნება ინფორმაციის მიღება, არ ვიცი კადრში დაინახეთ თუ არა, პირდაპირ სანთელის გულის ფორმა აქვს. სანთელი ჩამოვარდა თავისით, მინიშნება ზოგადად თქვენთვის რა იქნება. მინერალების საშუალებით მივიღებთ ინფორმაცია ტაროს კაშლის გარეშე ის, რაც საჭირო არის, რომ ამ ეტაპისთვის იცოდეთ. მოდი გავაკეთებ სამი მინერალის პოზიციას. პირველი იყოს ამეთვისტოს მინერალი. მეორე იყოს ვეფხვის თვალი. მესამე მინერალი რომელი იყოს? მესამე იყოს მთის ბროლი. ესე იგი, ამეთვისტო, ვეფხვის თვალი, მთის ბროლი. თქვენ რომელიც უფრო მეტად ინტუიციურად დაგიძახებთ, რომელიც უფრო მეტად ახლოს იქნება, აი ესე დავალაგებ ახლოდან, ამეთვისტო, ვეფხვის თვალი, მთის ბროლი. რომელიც უფრო მეტად ახლოს იქნება თქვენთვის, ის აირჩიეთ. დავიწყებ ამეთვისტოს მინერალით, მათ ვინც აირჩიეს. მომენტისთვის ზოგადად რა ინფორმაცია უნდა მიიღონ არსებულმა ვარიანტებმა. პირველივე ინფორმაცია, რაც მიჩვენებს აქ და რაც მოდის ინფორმაციულად, ყურადღება მიაქციე შენი ჯანმრთელობის საკითხებს. აქ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებზე მიჩვენებს, რომ შესაძლებელი არ იყვნენ ადამიანების კატეგორია, ვისაც გარკვეული სახით პრობლემები ჰქონდეს ჯანმრთელობაზე. შეიძლება ამ ეტაპისთვის შენ იმდენად არ აქცევდე ყურადღების დონორებას და ფიქრობდე, რომ ეს რაღაცა გავლითი პროცესი შეიძლება იყოს თავისით გაივლის, ან შეინივე თვითონ მკურნალობის ხარჯზე რაღაცა წამალს დაალევ, ან გამოიყენებ რაღაც და შეიძლება რომ გადაგიაროს. ეს ესე მარტივად არ გავა. აქ პირდაპირ მნიშვნელობით ინფორმაცია მიდის, რომ ჭირდება ასე ვთქვათ, მედიკამენტური ჩართულობა და ასევე ექიმისთან კონსულტირება, ან თუნდაც ანალიზების გადამოწმება. მე საშიში მდგომარეობით და რაღაც არ გაშინებთ არაფერი, უბრალოდ უფრო მეტი ყურადღების მიქცევა არის საჭირო თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაცა ისე ნამდვილად ვერ არის. ის შეგრძნებების, დისკომფორტის თემები, რომლებიც გააქვთ ჯანმრთელობის თემასთან დაკავშირებით, დროული რეაგირება მოახდინეთ. აქ პირველ ვარიანტზე, მათ ვინც ამეთვისტო აირჩიეს, ინფორმაცია მოდის. ასევე სხვა ინფორმაცია, რაც არსებული სიტუაციისთვის თქვენთვის არის საჭირო, რომ ამ მომენტისთვის იცოდეთ, აქ მიჩვენებს ინფორმაციას, რომ ასევე ყურადღება დაუთმე ფინანსურ სიტუაციებს. ძალიან ასე ვთქვათ, ბალანსირების თემა გააქვთ დარღვეული ფინანსური საკითხების თემაში. სწორად რეალიზირებას და სწორად გადანაწილებას ვერ ახერხებ, ასევე მიღება გაცემის პოზიციას, ხო? რაღაცა გარკვეული კუთხით ბალანსი არის ფინანსურ თემებში დარღვეული. შესაბამისად, ხშირად შესაძლებელი არ იყო კრიზისულ თემებში, ფინანსური ასე ვთქვათ, კონფლიქტები, შეიძლება ადამიანს ვინმეს ასესხო ფული, ვეღარ დაიბრუნო. ანუ რეალურად შენ გჭირდება ფინანსური რესურსის დალაგება. რა უნდა გააკეთო ამისთვის? გადაფიქრდე, ვის ეხმარები, ვინ არის ამისი ღირსი, ვის უნდა გაუწოდო დახმარების ხელით, ან თუნდაც მატერიალურ თემაში თუ არა, ზოგადად ფსიქოლოგიურად, ემოციურად მხარდაჭერა, ვის უნდა მისცე შენი ენერგია, ხო? იმიტომ რომ ხშირად ძალიან გამომყენებლურ პოზიციაში ხარ პირველი ვარიანტი და მე თავადვე გაქვს ხოლმე გულწყვეტის მომენტი. ასე რომ ამას მიაქციე ყურადღება. სხვა მნიშვნელოვანი რაღაცა ისეთი ასპექტი ამ ეტაპისთვის ფიზიკურად ნამდვილად არ აჩვენებს არსებულ ვარიანტზე. ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა, დამწერთ კომენტარებში ამდენად რეზონი და გადავდივარ შემდეგ ვარიანტზე, მეორე ვარიანტი. მათ ვინც აირჩია არსებული ვეფხვის თვალი, ამ მომენტისთვის რა არის შენთვის ინფორმაცია საჭირო, რომ იცოდე არსებულ ვარიანტზე შენთვის ინფორმაცია. ინფორმაცია რაც უნდა იცოდე ამ ეტაპისთვის. ნახე, აქ პირდაპირ ამონდის ინფორმაცია, რაც ჩაფიქრებული სურვილი გააქვს. ეს კონკრეტული სურვილი კონკრეტულად მასთვის, ვისთვისაც ინფორმაცია იყო გზის თემასთან და გადაადგილების სიტუაციასთან დაკავშირებით,
ეს სურვილი ახდენადი არის. უბრალოდ უფრო მეტი მოთმინება გჭირდება. ეს გზის თემა მე ახლა რაც ვქვი არსებულ ვარიანტზე, ერთი შეიძლება გათემაშება იყოს, რომ სადმე წასვლის სიტუაცია ან საცხოვრებელი შეცვლა, ან გადაადგილება რაღაც, ან მეორე მომენტისთვის თუ შეძენა გინდათ საკუთარი მანქანის, აი ესეც საკმაოდ კარგად გადათამაშდება ეს საჯარო გაშლის კუთხით არის ნაჩვენები, ხო? ანუ ინფორმაციის გაშლა შეიძლება ითქვას ტაროს გარეშე, ასე რომ ყველასთვის შეიძლება არეზონიდეს, მაგრამ აი გზის თემებზე რაც ჩანაფიქრი გაქვს, რაც სურვილი გაქვს, ისი განხორციელებაც გზინა გზის თემაში, გზის სიტუაციაში რეალიზირებადი არის და აგიხდება ასასტებული სურვილი ოცნება. უბრალოდ მეტი ბრძოლა და მეტი კონცენტრირება გჭირდება არსებულ თემაზე. მეორე ინფორმაცია, რომელიც უნდა გახსნა არსებული ვარიანტის წარმოადგენლებზე, გახსენი არსებული ინფორმაცია მეორე ვარიანტის წარმოადგენლებზე, ის რაც საჭირო არის, რომ მეორე ვარიანტის წარმოადგენელი მიცეს პოლონს ეთქვა ბაგაჟი. სულ მალე გაიგებ ძალიან ახლობელი ადამიანის გაბედნიერების ამბავს. ეს შესაძლებელია პირდაპირ რაღაცა ქორწილის სიტუაციის თემა, ბავშვის თემა, ორსულობის თემასთან დაკავშირებული რაღაცა შენ გარემოცვაში შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანის სასიხარულო თემას გაიგებ. პირდაპირ ან ქორწილის სიტუაცია, გაბედნიერება, პირდაპირ ვინც უკვე ურთიერთობაში არიან ორსულობის მდგომარეობა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თითქოს ელოდით თელი თქვენი სანათესაო სამეგობრო რაღაც ისეთი ინფორმაცია მოდის ამ ვარიანტზე. იმიტომ რომ შენთვის ძვირფასი ადამიანი არის და იმიტომ არის ამ ვარიანტზე ეს არსებული ინფორმაცია. კონკრეტულად შენთვის ამ ვარიანტზე წარმომადგენლები ვინც არიან, ამათთვის ინფორმაცია რა არის, რას გახსნით ინფორმაციას არსებულ ვარიანტზე. ნუ გაქვს ფეთქებადი ხასიათი. ნუ ყვები საკუთარ ემოციებს, შენივე ემოციები და შენივე ენა, შენივე დამღუპელი პოზიცია არის. საკმაოდ მწარენა თქვამებიც და საკმაოდ მწარე ენა გაქვს რაღაც მომენტებში და შენივე ენა, შენივე მტერია, პირდაპირ ინფორმაცია მოდის. ეცადე რა აკონტროლოს შენი აზრები, რასაც ამბობ, შენი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, ემოციები, რომ ხშირ შემთხვევაში შენმა პირდაპირმა ნაჯახებმა, სიტყვებმა და დაუფიქრებელმა მდგომარეობამ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ძალიან ცუდ შედეგებზე შეიძლება გაგიყვანოს. მეტი კონცენტრირება საკუთარ თავზე. იმიტომ რომ სიტყვის ძალას გაგაჩნია ამ ვარიანტის წარმოადგენლებს და შესაძლებელი არის ვინმე საკმაოდ დააზიანო. ასე. დამოწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონირდა თქვენთან არსებული სიტუაციები, გადავდივარ მესამე ვარიანტზე. მათ ვინც აირჩიეს მთის ბროლი. არსებულ ვარიანტზე რა ინფორმაცია არის საჭირო. ერთ წუთით დავიწყებ იმით, რომ საკმაოდ რთულად იკითხება თქვენზე ინფორმაცია. როგორც კი ეს მინერალი ავიღე ხელში, ავტომატურად წამოვიდა რაღაცა გარკვეული სახის ბარიერები. პირველი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ადვილად არ უშვებდეთ საკუთარ გარემოცვაში და ან ადვილად არ ეხსნებოდეთ სიტუაციურად, ან ყოველთვის გქონდეთ შინაგანი შიშები, რომ ვიღაცა რაღაცაში თითქოს მოგატყუეს, ვიღაცა რაღაცაში თითქოს ცუდად მოგექცეო და შესაბამისად საკუთარ თავს შეიძლება ფსიქოლოგიურად, ემოციურად, მენტალურად, ფიზიკურად კეტავდე და ვერ რეალიზირებდე ისეთად, როგორც რეალურად შეიძლება რომ ხარ შინაგანად და გინდა რომ იყო, ხო? მაგრამ იმის ნახევრის დემონსტრირებასაც ბოლომდე არ აკეთებდე. აი აქ ვიტყოდი, რომ ბედნიერების კუთხით შინაგანი ბედნიერება გაკლია ამ ვარიანტს. იმას გულისხმობ, შეიძლება პირობითად ვინმეს ცოლი ქმარი ყავდეს, შვილი ყავდეს პირობითად, მაგრამ მაინც იყოს რაღაცა ისეთი, რაც შინაგანად ბედნიერებაზე ვერ განიჭებდეს სურვილი იმის, რომ სასწაული თუ გინდათ საუბრობდი და ავტომატურად თავისით ჩააქრო ტელეფონზე ეგრეთ წოდებული შუქი. Ну, it's okay. გავაგრძელოთ. ამ ვარიანტზე საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანებიც ხართ და ცოტათი შეიძლება ითქვათ ესეთი როგორ გითხრათ ბოევოი ხასიათის მატარებლები ხართ. და ხშირად შესაძლებელი არის მინიშნებებიც გქონდეთ ხოლმე ცხოვრებისეულად მსგავსი თუნდაც როგორც მე მომევიდა ხო ტექნიკასთან დაკავშირებით ან უშუალოდ რაღაცა ისეთი გაფრთხილებები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. შინაგანად სიცარიელე გაქვს, რაღაცა ბედნიერება ბოლომდე თითქოს შევსებული არ არის, რაღაცა დანაკლისის მდგომარეობას უგზნობთ თქვენსა სიტუაციურად.
შემდეგ ინფორმაცია. მოდი ასე ვიტყოდი. ამ ვარიანტზე თქვი რომ უფლებას მაძლევ გითხრა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც შენთვის მნიშვნელოვანი არის. თქვი. ფეხების გაასწორე და ხელები ასევე. მაინც ამ ვარიანტზე არიან ისეთი ჯიქური ენერგიის მატარებელი ხალხი არიან, ვცდილობ ინფორმაციის გამოტანას და მაინც ბოლომდე არ იხსნებით, არ მაძლევთ ამის საშუალებას. არ ვიცი შინაგანი შიშის მდგომარეობა არის, ზოგადად ესეთი ხართ ენერგეტიკულათაც, რომ არ ხსნით ბოლომდე საკუთარ თავს თუ რა არის, მაგრამ ძალიან ისეთი ხართ, ჯიქური ენერგია მოდის, რაღაც ისეთი მძიმე ენერგია მითვალსაზრისით, რომ არ იხსნებით ბოლომდე ადამიანებში. ინფორმაცია შენთვის ამ მომენტისთვის რაც საჭირო არის რომ იცოდე ამ ეტაპისთვის ინფორმაცია შენთვის. ეცი რა არის იდეაში არც ისეთი არაფერი არ არის რაც შეიძლება და რომ არ გცოდნო და ან არ იცოდე, იმიტომ რომ შინაგანად სულ გძნობ ინფორმაციულად რა როგორ იქნება, რა გჭირდება, რა გინდა. ყოველთვის გაქვს შეგრძნებები და მე ისეც ვერაფერს ვერ ვიტყვი მესამე ვარიანტზე, რაც პირობითად შენ შინაგანად არ გქონდეს უკვე შეგრძნების დონეზე წამოსული ან ინფორმაცია არ გაგაჩნდეს. ამ ვარიანტზე თამამად შემიძლია თქვა, რომ დაახლოებით იმ მაყურებლების კატეგორია, ვინც უყურებთ, 90% თამამად შემიძლია თქვა, ხართ გარკვეული მაგიური პოტენციალის მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს ნიჭი. მინიმუმ ინტუიციის დონე და მაქსიმუმ უკვე სიღრმისეულ თემებში უბრალოდ არ იყენებთ, ან ვერ იყენებთ, ვერ რეალიზირებთ ისე, როგორც საჭირო არის. მე მეც ფიზიკურად ამ ვარიანტზე ვერაფერს ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი, იმიტომ რომ მეტის უფლება არ მაქვს ამ ეტაპისთვის, რომ გავაჟღერო. შესაბამისად, ეცადეთ რომ მეტად დაფიქრდეთ რა გჭირდებათ რეალურად და რისი მოთხოვნილებები გაქვთ, უსმინეთ შინაგან ხმას, ინტუიციას, ესეთი რჩევა არის ნაჩვენები. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, დამიწერეთ კომენტარებში ამდენად რეზონირდა თქვენთან.